ჩემ მოსწავლეებთან ვერ ვიქნებ რომ არ დავიცვა პირველ რიგში მათი უფლებები. მე მორალური უფლება არ მექნება რომ მათ ისტორიაზე ვესაუბრო. მაშინ როცა დავდუნდები არ მექნება პროტესტი მე მათ ვერ მოუწოდებ რომ სამშობლო უყვარდეთ. პირველ რიგში ჩვენ პედაგოგებმა უნდა ვაჩვენოთ მათ რა არის სამშობლო და ღირებულებების მატარებელი უნდა ვიყოთ ჩვენ. დაკავებული არიან სტუდენტები, ახალგაზრდები, ხო და სასტიკად ნაცემი. რა ვიცი, რა შეიძლება ამ ძალას, ამ სისასტიკეს დაუპირისპირდეთ დღეს, ხო? როგორ შეიძლება დაიხიოს რეჟიმმა უკან თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ჩვენ ახლა ჩვენეთ ჩვენი მშვიდობიანი აქციით რა უნდა გავაკეთოთ რეალურად და დავანახეთ, რომ ჩვენ არ ვისვით ქვებს და არც არავის ვებრძვით იარაღით ან რაიმე სხვა ძალისმიერი მეთოდებით. ერთადერთი იარაღი ჩვენი ქვეყნის ყოველთვის იყო განათლება. ქალბატონო ხაჩუნა, გარდა იმისა, რომ მაგალითად ევროინტეგრაციის პროცესი შეგვიფერხა, დააზიანა ეს პროცესი, ხო? ქართულმა ოცნებამ. ახლა ღებულობს თერი კანონებს, როგორც ახლაც მოვისმინეთ, რომელიც ჩვენი გამოხატვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, ხო? რა ვიცი, როგორ შეიძლება, რომ აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძოლოს ქართულმა საზოგადოებამ. საზოგადოებამ უნდა გამოთქვას პროტესტი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ პედაგოგები საერთოდ გაკვეთილზე როცა შევდივართ, პირველ რიგში რასაც ვასწავლით მოსწავლეებს ეს არის, რომ უნდა ვცეთ პატივი ყველას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი მოსაზრებები ჩვენთვის არ იყოს მისაღები. და ამ შემთხვევაში ჩვენ ამ იდეოლოგიის მატარებლები როგორ უნდა ვიყოთ, როგორ უნდა მოუწოდოთ მათ, რომ ცეს პატივი სხვის იდეებს, თუ ჩვენ ყოველდღიურად გვექნება ამ ასე ვთქვათ გამოხატვის პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ ყველა პედაგოგი უნდა გამოვიდეს და უნდა დააფიქსიროს მისი